ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, მე ისევ დაგიბრუნდით და თქვენთანა ვარად ძალიან მახარებს. მოკლედ დღეს ვიღებ შეპირებულ ვიდეოს თუ რა გამოვიწერეთ Amazon-იდან. გელოდებათ გრანდიოზული დიდი ამანათების გახსნა. აი ასე გამოიყურება ჩემი ამანათების პირამიდა, ნახეთ. აი ზუსტად ასე. მოკლედ ვიღებ შეპირებულ ვიდეოს და დღევანდელ ვიდეოში იხილავთ აი ამ პირამიდების განფუთვის ვიდეოს. დადამ! მოკლედ დავიწყოთ. იმედი მაქვს რომ ყველანი ძალიან მაგრათა ხართ. მე კარგად ვარ, ანაბელს ახლა ძინავს და მალე უნდა გაიღვიძოს. იმედია მაცლის ამ ვიდეოს გადაღებას და მოკლედ დავიწყოთ, რომ დრო არ გავაცდინოთ. დღეს არის 13 აპრილი, კვირა დღე. გერმანიაში იწვიმა, მაგრამ მაინც მზე ანათებს და მიხარია, სიცივით არ ცივა, მაინც კარგი ამინდი გვაქვს. მოკლედ დავიწყოთ და ეხლა გელოდებათ გრანდიოზული ყუთების განფუთვა, რომელიც Amazon-იდან გამოვიწერეთ და გუშინ მოგვივიდა ეს ყველაფერი. მანამდე მინდა გაჩვენოთ, სანამ აი ამ ყუთების განფუთვას დავიწყებ, თეფშები, რომელიც უკვე ერთი 3 თვეა რაც შეკვეთილი მაქვს და მავიწყდება ხოლმე ყოველი ვიდეოს გადაღებისას, რომ ეს გაჩვენოთ. აღმოჩნდა, რომ ღრმა თეფში სახლში არ მქონია და რადგან ჩვენ ყოველთვის მუსლის ღრმა ჯამებს ხმარობთ, მე და ანდრეასი და მანდა მაინც ეს ღრმა თეფშის პრობლემა მე არ მიგურძნია და არ ვიცოდი რომ არ მქონდა, როცა ჩემი და იყო ჩემთან ადრე, როცა ანაბელი დაიბადა და ჩამოვიდა ჩემი და ანაბელის გასაცნობად, მაშინ მითხრა რომ ღრმა თეფში როგორ არა გაქვს მაგა სახლშიო. მოკლედ გაგიკვირდებათ და მართლა არ მქონდა. მაქვს 6 ცალი მუსლის აი შელშენებს ეძახიან, ანუ ჯამებს, აი ესეთი, სადაც სუპს როცა გავაკეთებ, აი ამ მუსლის ჯამებში ვჭამდით და მე მანდა მაინც არ მიგრძნია რომ ღრმა თეფში სახლში არ მქონდა. ჩემმა დამშიამჩნია ეს ჩემთან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას, ლელა, მოგიკითხავ დიდი სიყვარულით, ჩემო დაიკო. ამის გამო მოვიწერე უკვე 3-4 თვეა Amazon-ზე თეფშების ნაკრები, 6 ღრმა და 6 უფრო დიდი ფიალო თეფშები და ეხლა თითო ცალს გაჩვენებთ, რადგან ეხლა უკვე დიდი ხანია კარადაში დავრეცხე და შევალაგე და ნუ ეხლა ყოველს გამოლაგება არ მინდა ვიდეოს გამო და გაჩვენებთ ეხლავე. აი ასე გამოიყურება ჩემო კარგებო. ჩემს მიერ Amazon-ზე გამოწერილი თეფშები, რომელიც დიდი ხანია უკვე მივიღე და ეხლა არა, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ. აი ასეთია 6 ცალი, ორქიდეა ახატია, ძალიან ლამაზია, არის ღრმა და საკმაოდ თანამედროვე დიზაინით. იმედია რომ ხედავთ, ასე გამოიყურება. მე ძალიან მომწონს. ნახეთ. დღის შუქზე ვიღებ ვიდეოს და იმედია უკეთესად ჩანს ყველაფერი, ვიდრე ღამე როცა ვიღებ. და ეს არის დიდი, ჩვეულებრივი ფიალა დიდი თეფში. მოკლედ 6 ესეთი პატარა და 6 აი ესეთი დიდი თეფში გამოვიწერე. ძალიან მომწონს. ჩემს გემოვნებაში ჩდება ორივე, მაგრამ თვითონ თეფში ძალიან თეთრი ფერი არ არის. ცოტა რა ვიცი, რუხფერში გადადის და ამის გამო პუნქტ-აბცუქს დაუწერდი, ანუ ამის გამო ცოტა გულს მენაკლებად, თორე ისე ძალიან ლამაზია. მე ძალიან მომწონს და უკვე გამოვიყენეთ კიდეც მე და ანდრეასმა. მოკლედ, ჩემი და მეორეთ როცა მესტუმრება, აუცილებლად დახვდება ღრმა თეფშები. და გავაკეთებინებ იტალიურ მინესტრონეს, იტალიური ბოსტნეული სუპს ქვია მინესტრონე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. აი შეგიძლიათ ესეც დადოთ. და მოკლედ ძალიან ლამაზი თეფშებია. დავიწყოთ ეხლა ამანათების გახსნა, ეს დიდი ხნის სურვილი იყო, რომ ეს თეფშები თქვენთვის მეჩვენებინა და ყოველთვის მავიწყდებოდა და ეხლა ეს ჩემი სურვილიც ავასრულე. მოდით ეხლა სულ ზემოთა ყუთიდან დავიწყოთ, აი თქვენთან ერთად ავიღებ. აი ესე გამოიყურება. ჩვენს მისამართს არ გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, აწერია ყველა ყუთს ჩვენი მისამართი და აი ამ მხრიდან გაჩვენებთ. ყველაფერი მაქვს Amazon-იდან გამოწერილი, გავხსნი აი ამ მაკრატლით.
ასე გამოიყურება. აი ეს არის ჩემი ზაფხულის სახლის სუბუქი ქოშები. აი ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მინდოდა რბილ ძირზე, მე ძალიან დაბალძირიან ჩუსტებს, რატომღაც და ქოშებს ვერ ვხმარობ. ეს არის 38-39 ზომა. აწერია, თუმცა პატარა ჩანს და ძალიან მომეწონა. ნახეთ, არის რბილ ძირზე და ძალიან სუბუქი. და ძალიან მიყვარს, ამით შეიძლება გარეთაც გავიდე და პრობლემა არ იქნება ზაფხულში. ძალიან მომეწონა. ანუ პირველი ეს შეფუთვაში რაც იყო, პირველ ყუთში ეს იყო ჩემი ზაფხულის ქოშები. თუ გინდათ ფასებს მიუთითებ, ეხლა არ ვიცი ეს რა ღირდა, მაგრამ ფასებს აუცილებლად დაგიწერთ და მიუთითებ. მომწონს. ჩემი საყვარელი კრემის ფერი, ბეჟი, კრემის ფერი ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს. შემდეგი ავიღოთ შემდეგი შეფუთვა. დადამ, აი ეს არის დიდი შეფუთვა და ჩამოვიღო ახლა, მოიცა ასე ვერ ჩამოვიღებ, რადგან აი ესე უნდა ჩამოვიღო, აი ესე. აი ესე. და მოვიტანო. მისამართს რა თქმა უნდა ისევ დავმალა. გავხსნით თქვენთან ერთად. აი, ასე გამოიყურება შიგნიდან. სულ დამფარა ამ ხუთმა, რატო არ ვიცი, მაგრამ ასეა. მოკლედ. მაგიდის გადასაფარებელი ჩემოკარგება, რომელსაც სულ ვცვლი, უკვე მეორე გამოცვალე, აქ ჩვენთან ინდოელების მაღაზია იყო და იქ ვყიდულობდი ხოლმე, სადღაც 12 ევროს ვაძლევდი. ჩვენი მისაღები ოთახის მაგიდა საკმაოდ დიდია, თავისი 4-ვე სკამით. და ოდნავ ან გაიკაწრება, ან რაღაც ისეთი ლაკი გაუჩნდება, რომელსაც ვერ ვაცილებ, მაშინვე ვცვლი, აი ცუდად ხვდები. და სულ აი ამ ინდოელებს ძალიან ლამაზი ბაქს-თუხ თიშტექეს ვყიდულობ ყოველთვის, ანუ რომელიც შეიძლება რომ გადაწმინო და არ სველდება, როგორცაც საქართველოში ვხმარობთ ხოლმე და როგორცაც მიჩვეული ვარ. ინდოელებმა ეხა თავისი ხურავენ თავის მაღაზიას. და ყველაფერს ყიდიან და აღმოჩნდა რომ ეს მაგიდის გადასაფარებლები აღარა აქვთ. და გადავწყვიტე რომ ამის წინ ანაბელმა ცოტა მოაჭამა მაგიდის გადასაფარებელს, აი კუთხეში თვითონ სადაც მისი სკამი დევს, ანაბელის სკამი დევს და ზის, აი იქ ჩაიდო პირში და მაგიდის გადასაფარებელს მოაჭამა ცოტა აი კუთხეში თავი. და ასე რომ ისედაც უკვე ცოტა დალაქავდა და მე მართალია სულ სველი ტილოთი ვწმიდავდა რაღაც, მაგრამ არის ლაქები, რომლებიც არ ცივლდება. და გადავწყვიტე რომ ახალი შემეკვეთა. ნახეთ რა ლამაზია. ესეც არის ბეჟ ფერში, გავხსნით თქვენთან ერთად. ნუ თავიდან ყველა გადასაფარებელს სუნი აქვს ხოლმე, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია დაკოპლილი, თან სააღდგომოთაც გამოგვადგება, თუმცა ცოტა თხელია, აი გაჩვენებთ, თხელია, მე უფრო სქელი გადასაფარებლები მომწონს, მაგრამ მე ასე ვაკეთებ ხოლმე, რომ ძველ მაგიდის გადასაფარებელს გავასუფთავებ, კიდევ ერთხელ გავაშრობ და ქვემოთ ვტოვებ სიმაგრისთვის, რომ ახალ გადასაფარებელს უფრო სიმყარე ჰქონდეს ხოლმე. ნახეთ რა ლამაზია, მე ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს. მოკლედ ეს ყველაფერი თანდათან თუ არ დავკეცე, ისე ყველაფერი აირება, ჩემოკარგება. აქ დავდებ. შევუკვეთე აი ესეთი რაღაცეები, უფრო თემუზია ხოლმე ესეთი რაღაცეები, მაგრამ მართალი გითხრათ, მე თემუს რაღაცებზე არ გავგიჟებულ ვარ, ისეთი შეფასებები წავიკითხე ინტერნეტში, რომ ელექტრო რაღაცებს თუ შევუკვეთავთ თემუზე რაღაც არ ვარგა და ჯობია რომ ფული არ დახარჯოს ადამიანმა, მე არ მიყვარს ესე რაღაც უაზროდ რაღაცების გამოწერა, რომ გამოვიწერ, უნდა ვიცოდე რომ აუცილებლად მოვიხმარ და აუცილებლად მჭირდება. ეს არის ინტერნეტში წავაწყდი ამას წინათ რეკლამას და ძალიან ჩამაფიქრა, ასე რომ გითხრათ. ეხლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ
სააღდგომოდ გავწმინდო ფანჯრები, ზამთრის მტვერისგან და წვიმებისგან და თოვლისგან. შიგნით ფანჯრებს ყოველთვის მტვერი გროვდება, შიგნით შავი მტვერი, რომელიც ძალიან ძნელია რომ მოაცილოს ადამიანმა, მოგეხსენებათ? და ცოტა ძალიან ისე დგას ეს ჩემი კამერა. და აქედან გამომდინარე, აი ესეთი რაღაც შევუკვეთე, ძალიან კარგი რეკლამა ჰქონდათ გაკეთებული. ეს არის ძუა, ჩემოკარგებო, დანა არ გეგონოთ, ეს არის ძუისგან გაკეთებული, აი როგორც ხედავთ და ამ ძუის მეშვეობით ძალიან და თხელია, როგორც დანა, ისეთი რაღაცაა. საგანია და ამ ძუის მეშვეობით ძალიან კარგად უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი ისეთი ზედაპირი, სადაც ესე იგი ხელით ვერ მიუდგებით. და ძალიან მომეწონა ამ სამცალში გადავიხადე 4 ევრო Amazon-ზე. და ვნახოთ ახლა ამ დღეებში ფანჯრების გაწმენდა მინდა, ჩარჩოებიან ყველაფრიანა, რადგან დამტვერილია და ვნახოთ როგორი იქნება. თვითონ ფანჯრისთვის არა, ფანჯრის ჩარჩოებისთვის არის განკუთვნილი და ვნახოთ რამდენად მომეწონება. ძალიან კარგი რაღაც უნდა იყოს. ვნახოთ რამდენად კარგი იქნება. შემდეგი რაც გამოვიწერე, ეს არის ჩემოკარგებო, აი ნახეთ, აბა თუ მიხვდებით რა არის. ეს არის ვაქსი ჩემოკარგებო, ნუ არ მინდა ეხლა გადმომეყაროს, სხვადასხვა ფერებში ვაქსი, ანუ ცვილი, აი ესე გაჩვენებთ, ეხლა არ გადმოიყაროს, აი ავიღებ ერთ ცალფერს, აი მაგალითად ვარდის ფერს, აი ძალიან პატარა ცვილის ნაჭრები. დავხურავ და ისე გაჩვენებ, თორემ დამეყრება, აი ესეთი სხვადასხვა ფერის ცვილია დასადნობად. გამოვიწერე ასევე აი ეს სანთლები და ეს არის დასადნობი კოვზი, ასე რომ ვთქვათ. თავისი პინცეტები მოყვება, მოიცეთ გავხსნი და გაჩვენებთ. აი ესეთი დასადნობი კოვზი მოყვება, ხედავთ ალბათ. ამასაც ამოვიღებ და გაჩვენებთ. ვეღარ გავხსენი. აი ესეთი კოვზი მოყვება, რომელზეც ეს ცვილი უნდა დაიდოს და გაალღვეს. და მოყვება ასევე ამას ეძახიან გერმანიაში ჩაის სანთლებს, თელიშთა, აი ესეთი პატარა ბრტყელი სანთლები. აი ამ ცვილის გასალღობად და ამით ეს არის პინცეტი, რომლითაც უნდა მოხდეს აი ამ ცვილის აღება, რა თქმა უნდა. და გასალღობ საგანზე დადება, ეხლა ვიგაჩვენებთ, ესეც გამოვიწერე. ეს ცალკე გამოვიწერე, ამას არ მოყვებოდა. აი ესეთი რაღაცაა. აი ეს არის ის გასალღობი, ამაზე ზემოდან იდება სანთელი, მოიცათ გაჩვენებთ სანთელი, აი ესე. უბრალოდ ქვემოდან მე მგონი, ხო, ქვემოდან აი ესე სანთელი უნდა აანთოთ და გამოჩნდეს. აი ესე იჭერთ ხელში და ადნობთ აი ამ ცვილს, ნახეთ. და ეს არის საწავიდა. და ეს კიდე რომელიც გამოვიწერე ცალკე. ეს არის M-ი აწერი აქ თუ ხედავთ, იმედია ხედავთ. M-ი ბგერა და წერილს რომ გაუგზავნით ვინმეს, შეგიძლიათ ცვილი გაადნოთ თქვენთვის სასურველი ფერი, იქნება ვარდისფერი, ცისფერი თუ მწვანე თუ ყვითელი არ აქვს მნიშვნელობა. და აი ამ შტამპის მეშვეობით გარედან დალუქოთ თქვენი წერილი, მოკლედ ცოტა ვინტაჟური ის არის, რა ქვია, საგნები, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. არ ვიცი, თუ გინახავთ ვინმესთან, მე Amazon-ზე წავაწყდი ესეთ რაღაცას და მაშინვე შევუკვეთე და გამოვიწერე, ძალიან მომწონს. ამებს მე ჩავალაგებ თავის პარკებში. მოდი ვნახოთ რა დევს ამ ყუთში. სად არის ჩემი მაკრატელი? აი ესეთი რაღაცები დევს ამ შეფუთვაში ჩემოკარგებო. აი ესეთი რაღაცა, ამოვიღებ შეფუთვიდან, აი ესეთი. ნახეთ რა საყვარლებია, ესეთი დათუნიები. მოყვება ასევე აი ეს შესაფუთი პარკები,
თავის თასმებით, იმედია ხედავთ და მოყვება პიპეტები. აი, აბა თუ გამოიცნობთ რა არის. ეს არის შემოკარგებო, ვისაც სახლში დამზადება უნდა ჟელიბონების. მე ანაბელზე ვიფიქრე, რა თქმა უნდა, ანაბელმა ცოტა რაღაცები გასინჯა, მაგრამ მე აი ჟელატინების და რაღაცების მომხრე არა ვარ. მაქვს აგარ-აგარი სახლში და YouTube-ზე ვუყურე, როგორ ამზადებენ სახლში ბავშვებისთვის შედარებით ჯამრთელი ფორმის ჟელიბონებს და ვიფიქრე, რომ მოვსინჯავდი და აი ესეთი რაღაცები, იმიტომ გამოვიწერე. ეს არის ამოსახლაშლის და ანანასის ფორმები და კურდღელის. აქ არიან ჟელიბონისთვის დამახასიათებელი დაცუნიები. ეს არის გულები და ეს არის ესენი რა არის, რაღაც ცხოველები, დინოზავრები და რაღაც, ნახეთ რა საყვარელია და ხდება აი ამ აგარ-აგარით და ნებისმიერი მხოლოდ ხილის წვენით, აი ამ ჟელიბონების დამზადება და აი უნდა ამ პიპეტებით უნდა ამოიღოთ და ჩაასხათ აი ამ ფორმებში. და რა ვიცი, ეს მომდევნო მომავლის ვიდეოს თემა, არ ვიცი ხა მე ამისთვის როდის მოვიცლი, ტყუილად რომ არ დაგაიმედოთ, მაგრამ შეიძლება მომავალში წამომიაროს და გადავიღო ასეთი ვიდეო და მოკლედ ძალიან მომეწონა ბავშვისთვის ესეთი რაღაცები, თუმცა იმდენად ტკბილეულის მომხრე არა ვარ, რომ ბავშვმა ჭამოს, მაგრამ აქა-იქ დასაშვებია. ასევე აი ეს იდო ამ ყუთში, მოდით ვნახოთ რა არის. რაც გამოვიწერე შემდეგი არის ეს ყუთი. გავხსნით თქვენთან ერთად. ძალიან ლამაზად გამოიყურება. დადან! ესეც ვნახე Amazon-ზე, ძალიან მომეწონა. ადრე შევუკვეთე ვარდისფერი და ის საჩუქრად მინდოდა და გავაგზავნე უკვე ადრესატთან, ვისთვისაც მინდოდა და ძალიან გაეხარდა, ისიც ძალიან მომწონდა და ესეც Amazon-ზე ვიპოვე, ეს არის ზუსტად ჩემი სტილის საფულე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს მუქი წითელი საფულე, რომელსაც უკვე 1-5 წელია ვხმარობ და არის ტყავისგან და ჯერ ისევ ახალი ვითაა, არაფერი არ მოსვლია. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ გამოვიწერდი. ეს არ არის ტყავის, ჩვეულებრივი ხელოვნური ტყავისგან არის, მაგრამ ძალიან მომეწონა. აი ასე გამოიყურება შიგნიდან. აი ესე. აქ აქვს ჯიბეები კარტებისთვის, აი აქაც, აქ შეგიძლიათ სურათი ჩადოთ, ან თქვენი მართვის მოწმობა, ან ბავშვის სურათი და მოკლედ ძალიან მომეწონა. ნახეთ, ეს არის ჩემი გემოვნების საფულე, თან ფერიც რო ჩემია, ცისფერი. ძალიან მომეწონა. ძალიან. მოკლედ ეს ყუთი დავაცარიელეთ და გადავდეთ გვერდზე. ვიდეოს უკვე 22 წუთია რაც ვიღებ, მოკლედ ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივა და ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს ორ ნაწილად გავყო. ეს იყო ჩემი Amazon-ის ამანათების განფუთვა და იმედია ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი და მოგეწონათ. აუცილებლად ორ ნაწილად უნდა გავანაწილო ეს ვიდეო, თორემ უკვე 40 წუთია რაც ვსაუბრობ. მე კი დღეს აქ დაგემშვიდობებით და მინდა უბედნიერესი კვირადღე გისურვოთ. ხო მართლა დღეს ბზობაა ჩემო კარგებო. ყველას გილოცავთ დღევანდელი ბზობის დღესასწაულს. მინდა რომ ბედნიერი ბზობის დღესასწაული და ასევე არაჩვეულებრივი აღდგომის დღესასწაული გქონდეთ ყველას, უფალმა მრავალს დაგასწროთ და მე კი აქ დაგემშვიდობებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.